ჩემთან მოვიდა უმშვენიერესი გოგო, რომელსაც არ აქვს და ვერ იწყობს პირად ცხოვრებას და მომართა რომ გამიკეთებინა მისთვის ბედის მატრიცა. გახსენით თუ არა მისი ბედის მატრიცა, მაშინვე ერთმნიშვნელოვნად მივიღე ამაზე პასუხი თუ რატომ, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. დღეს კი მინდა განვიხილო ამ გოგონას რესურსი და რესურსა და ფულისა და ჯანმრთელობის კარში აქვს ერთი და იგივე ენერგია. რას ნიშნავს ჯანმრთელობის და ფულის კარი? რასაც ახლა ვიტყვი, თუ ასე იქნება, ასე გააგრძელებს ამ ენერგიებში მოძრავებს, მისთვის ღია იქნება ფული, კარი და ჯანმრთელობის კარი. ზოგადად ამ გოგონას აქვს არკისებული მატრიცა, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლებისა და შვილების კარმა იმეორებს ფულის და ჯანმრთელობის კარმას, მამაკაცები მის გვარში იმეორებენ ერთი და იგივე კარმას და ქალების ეგრეგორი იმეორებს ერთი და იგივე კარმას. ახლა კი, რა არის ამ გოგონას რესურსი, როგორ ხედავენ მას ადამიანები, გარშემოყოფები და რა არის მისი ძალა? ამ გოგონას აქვს მზის ენერგია და როგორი არის მზე? სიცოცხლით სავსე, ენერგიული, ლამაზი, ბავშვურად სუფთა, გულწრფელი. იცის ბავშვური სიყვარული, მთელი გულით, მთელი სულით, უპირობოდ შეიძლება ესეც ითქვას. ასხივებს სიცოცხლის ენერგიას, არის ახალგაზრდული, ღიარული, ენერგიული და უნდა აკეთოს ძალიან ბევრი სიკეთე და გადასდოს ეს თავისი სიცოცხლის ენერგია სხვა ადამიანებს, მიაწოდოს სიცოცხლის ხალისი სხვა ადამიანებს განურჩევლად. ბავშვია თუ მოხუცია, მდიდარია თუ ღარიბია, ლამაზია თუ შეუხედავია, წარმოსადეგი გვარის არის თუ ისე რა გვარის, რა სოციალურ სტატუსს აქვს მას, ჯუჭყიანია თუ ლამაზი არის, მათხოვარია თუ მდიდარი არის, ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს ერთნაირად კეთილის მოსურნე და გადასდოს მათ ეს თავისი უზარმაზარი სიცოცხლის ენერგია. რა არის მნიშვნელოვანი? რა არის მნიშვნელოვანი? ის რომ ამ ენერგიისთვის არ შეიძლება მოწყენა, ამ ენერგიისთვის არ შეიძლება პესიმიზმი, დეპრესია, ჩაკეტილობა, სოციუმი არის მისთვის, ასე ვთქვათ, სასიცოცხლო ჰაერი, სასიცოცხლო წყალი, აუცილებელია და აქვს იმხელა ენერგია, რომ გახდეს მასშტაბური, გააკეთოს დიდი პროექტები, ჩანდეს, კაშკაშებდეს, ანათებდეს, ცხადია დადებით კონტექსტში, იმიტომ რომ ის არის მზე, მანათობელი, მისთვის მნიშვნელოვანია თუ უნდა რომ გქონდეს ფული და ჯანმრთელობა, რომ იყოს პოპულარული, ბევრ ხალხში ტრიალებდეს, სოციუმში ტრიალებდეს და აკეთებდეს ასხივებდეს სიცოცხლეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის კარგი ურთიერთობა გქონდეს მამასთან და განსაკუთრებით დედმამიშვილებთან თუ ყავს მას ისინი, ასევე ბავშვებთან, იმიტომ რომ მისი ენერგია არის ძალიან ბავშვური, ეს იგრძნობა. გარეგნობაშიც ამ ადამიანებს აქვთ რაღაცნაირი მუდამ ახალგაზრდული ბავშვური იერი და შინაგანი რაღაცნაირი ასე ვთქვათ, ლაღი, როგორც ბავშვებს აქვთ ისეთი სამყარო. და ეს გადმოდის გარეგნობაზეც და მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებიან. აი ეს არის მისი რესურსი, მისი წყარო, მისი ძალა და ღმერთმა მისცა ეს ენერგია, რომ აკეთოს და იყოს ხელმოწყალე სიკეთისათვის. ერთ-ერთი მისი მნიშვნელოვანი მისია არის ეს, რომ გასცეს უანგაროდ სიყვარული სიკეთე. არავითარ შემთხვევაში, რაც ახასიათებს ამ ენერგიას 19-ს, ეს არის სიძუნწე საკუთარ თავის მიმართ. ამ ენერგიებს ხშირად არ ემეტებათ საკუთარ თავისთვის რაიმე და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ ჩაგეკეტებათ ამ შემთხვევაში ფული შემოდინება თან ეს თქვენი ძალა, თქვენი ენერგია და თავს ვერ იგრძნობთ კომფორტულად და ასევე ჯანმრთელობა გაუარესდება. აი ეს არის თქვენი რესურსი, თქვენი ძალა და ცხადია შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებ სხვა ინფორმაციებსაც მომავალ ვიდეომდე.